მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩი. გადაყენებული ელჩი, როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის სერიოზული. კონკრეტულმა ელჩებმა დეგნანმა და დანიგანმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის თვისებრივად გაუარესებაში. აქედან გამომდინარე, მათ მორალური უფლება არ აქვთ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც საქმე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ეხება. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოში აშიშის ელჩის განცხადება შეეხებოდა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გადაყენებული ელჩის ჭორაობაზე კომენტარი უადგილოა. ჩვენ გვინდა აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს იყო ჩვენი ყველა წერილის და კომუნიკაციის გაცხადებული შინაარსი. ყველა კომუნიკაციის შინაარსი ეს იყო, ჩვენ გვინდა სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ვისახავთ მეგობარი აქტის დაჩქარებულად მიღების ლობირებას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვაშინგტონში არის ძალიან ძლიერი ორპარტიული კონსენსუსი საქართველოს საკითხის ირგვლივ. ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ ვაშინგტონში, კონგრესში და სენატში. მისივე თქმით, უკვე ჰქონდათ შეხვედრა რამდენიმე კონგრესმენთან და ეს შეხვედრები გრძელდება. ამავე დროს შეხვედრები გამართეს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. უნდა ვიყოთ აქტიურად მხნეთ და რა თქმა უნდა, შევძლოთ ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმი დამარცხდეს და დასუსტდეს იმისთვის, რომ საქართველოს დავუბრუნოთ ევროატლანტიკური გზა და მისწრაფება, განაცხადა გეგელიამ. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი მეგობარი აქტი რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული და მისი საბოლოო ფაზა დასრულდეს. სწორედ ამასთან დაკავშირებით ვმართავთ ვაშინგტონში შეხვედრებს ორივე პალატის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს აშშ-ში ფაქტობრივად საბოლოო ფაზაში შედის მეგობარი აქტის მიღების პროცესი. მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ქართული ხალხისთვის, საქართველოს დემოკრატიისთვის უზარმაზარი მხარდაჭერის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად დონალდ ტრამპმა ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა მეგობარი აქტი მიიღოს. ამის შესახებ ერთობლივ სტატიას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრემერი ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკულია, თუმცა მისი მთავრობა აშკარად მოსკოვისკენ იხრება და ქართულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით სულ უფრო მეტად იქცევა, ისე როგორც რუსული რეჟიმი. ამ ფონზე კრემერი და კელი მიიჩნევენ, რომ მოვლენების მსგავსი დინამიკა უმნიშვნელოვანეს ხდის ტრამპის ადმინისტრაციისთვის. მალე დანიშნოს რობინ დანიგანის შემცვლელი, ვინც მტკიცედ ისაუბრებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრორუსული საქციელის წინააღმდეგ. ამასთან მათი აზრით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა გააორმაგოს საქართველოს დემოკრატიულ პროდასავლურ გზაზე დაბრუნებისკენ ძალისხმევები, რადგან შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს მიდაიდან რუსეთი რეგიონში გავლენას კარგავს. უსამართლობა მალე დასრულდება და სასამართლო თავის სახელს დაიბრუნებს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოში მივიდნენ ახალგაზრდების სოლიდარობისთვის და არა იმის იმედით, რომ მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჯაფარიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ახალგაზრდების ტყვეება და აყვანით სიმართლის ხმას ჩაახშობს. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდები აიყვანოს ტყვეობაში და ფიქრობს, რომ ამით სიმართლის ხმას ჩაახშობს. წინამძღოლში თავისივე გაბმულ მახეში იხლართება, საიდანაც ვეღარ გამოვა და ძალიან მალე უსამართლობა დასრულდება და შენობას, რომელსაც ადრე სასამართლო ერქვა, ისევ დაერქმევა სასამართლო, რადგან ახლა შენობაში ყველაფერია გარდა სამართლისა. ჩვენ აქ დავდივართ მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ახალგაზრდებს და არა იმიტომ, რომ რაღაცის იმედი გვაქვს. თითქოს მოსამართლეები მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას, განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას და ახდენდა მის რეალიზაციას. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით წარედ გინერას სასჯელის სახით და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს კანონები კი არ არის პრობლემა არის ის, რომ დღეს საქართველოში არის პატრიოტი ხელისუფლება, რომელმაც არ მისცა უფლება ადამიანებს, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო და სანქციებს მიერთებოდა. ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს. მისივე შეფასებით ევროკავშირიდან შანტაჟი და მუქარა გრძელდება, თუმცა ქართული ოცნება მზად არის დისკუსიისთვის. შეკითხვაზე რატომ უნდა დაკარგონ ადამიანებმა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული სიკეთეები, კალაძე აცხადებს, რომ არ უნდა დაკარგონ. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, საბჭოს მუდმივი წევრები, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯამბელაძე, საბჭოს წევრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სექტორის 2024 წლის ანგარიში, 2025 წლის 5 თვის შედეგები და სამსახურის განვითარების 2025-2029 წლების სტრატეგია გააცნო. სხდომაზე საუბარი შეეხო აღნიშნულ სფეროში არსებულ მიღწევებს და სამომავლო გეგმებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. კირ სტარმერმა და ფრიდრიხ მერცმა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. თქვენი აქ ყოფნა დიდი პატევია, განსაკუთრებით კი კენსინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, რომელიც განსაკუთრებული ხელშეკრულება არ, რადგან ის ჩვენს ქვეყნებს შორის პირველია. განუცხადა კირ სტარმერმა ფრიდრიხ მერცს. დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის გაფორმებული ფართომასშტაბიანი ხელშეკრულება ურთიერთდახმარების პუნქტს შეიცავს და ქვეყნებს შორის კავშირებს აძლიერებს, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში. ცნობისთვის, ეს ფრიდრიხ მერცის გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დიდ ბრიტანეთში პირველი ოფიციალური ვიზიტია. დიდი ბრიტანეთის მთავრობა არჩევნებზე ხმის მიცემის ასაკის 16 წლამდე შემცირებას გეგმავს. ამ შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. მათ მუშაობისთვის საკმარისი ასაკი აქვთ და გადასახადების გადახდისთვის საკმარისად დიდები არიან. ვფიქრობ, რომ თუ გადასახადებს იხდი უნდა გქონდეს იმის შესაძლებლობა თქვა, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს შენი ფული და რა მიმართულებით უნდა წავიდეს შენი მთავრობა, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. საარჩევნო ცვლილება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ხმის მიცემის ასაკი ბოლოს 1969 წელს შეიცვალა და 21 წლის ნაცვლად 18 წლით განისაზღვრა. თქვენი ხელმძღვანელობა უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საქართველოს უკრაინის გვერდით დგას. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. თქვენი ხელმძღვანელობა უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საქართველოს უკრაინის გვერდით დგას. თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის, წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ 262 ხმით იულია სვირიდენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. სარაკეტო დარტყმის შედეგად ღაზაში კათოლიკური ეკლესია დაზიანდა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას აგენტო Reuters-ი ავრცელებს. იერუსალიმის ლათინური საპატრიარქოს ცნობით სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მანამდე ღაზაში მდებარე ალ-ახლის ავადმყოფომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დარტყმის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულა. თვეების განმავლობაში ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები მიუღებელია. მსგავსი დამოკიდებულების გამართლება არანაირ სამხედრო მოქმედებას არ შეუძლია, განაცხადა ჯორჯია მელონიმ. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.